დარიალის ხეობაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება დღის განმავლობაში სტიქიის ზონაში გვირაბის გაწმენდა იგეგმება მანამდე კი ადგილზე მობილიზებული ჯგუფები სპეციალურ დამბას მოაწყობენ რის შემდეგაც მუშაობა მეწყერის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთზე უნდა დაიწყოს მიწის ნაშალის ქვეშ მოყოლილი მოქალაქეები სამაშველო ბრიგადებს ამ დრომდე არ უპოვიათ რატი მუჯური ჩაგვართვება ახლა ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან რატი გისმენთ რა ვითარება ამ დროისთვის ადგილზე Tamtăcena xoală încoperit, în simagul saidenian xდება სამუშაოების გაკონტროლება და უნდა აღნიშნოს რომ ექვსდღიანი სამუშაოების შემდეგ მოხერხდა რომ თერგი ახალ კალაპოტზე გადაეგდოთ და ახლა უკვე დაგუბებული წყლთან ნელ-ნელა იკლებს და ეს ამ ყველაფერმა საშუალება მისცა მაშველებს ჩასულიყვნენ გვირაბში რომელიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა აქ ჰესის შედებულობასთან დაკავშირებით და იქ გააგრძელოს სამძებრო სამუშაოები არსებობს ინფორმაცია რომ იქ იმყოფება რამდენიმე სატვირთო ავტომობილი რომელიც მანამდეც მუშაობდა გვირაბში რაც შეეხება სამძებრო სამუშაოებს ის მიმდინარეობს თუმცა ამ დრომდე უშედეგო ჩვენთან საუბარში გოჩინა განსაკუთრებულ მინისტრია საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ რომ წყლის ახალმა კალაპოტმა მისცა საშუალება სამძებრო ჯგუფებს რომ გააქტიურონ სამუშაოები და ისინი პრაქტიკულად 24 რეჟიმზე არიან გადასულები ეხლა ხანს დასრულდა თვითონ უნებრივად მიღებული კალაპოტი ძალიან გადაიკეტა ძალიან წყლის მიემართ ახალ გაკეთებულ კალაპოტზე გაწმენდილი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა სამუშაო საძებო მოძიებას მიმდინარეობს წარმატებით საზღვარი რუსეთსკენ გასცნილი არის მაგრამ ვინაიდან გზა არ არსებობს ამ ეტაპზე მოქალაქეებისთვის მიზეზით რომ თარგმანი გვაჩნია ამ დროისთვის გადაადგილება რუსეთის მიმართულებით 33 ერთეული მძიმე ტექნიკა არის ადგილზე მობილიზებული ამჟამად ხორციელდება უკვე დღეს მდგომარეობით მდინარე მთლიანად გადაგდებულია ახალ კალაპოტში რაც შეეხება გვირაბს საიდანაც აქამდე ხდებოდა მდინარის გადინება უკვე მდინარეში გვირაბში მდინარე აღარ გაედინება მოხდა გვირაბის გადაკვეთვა გვირაბისკენ მიმავალი გზის და უახლოეს პერიოდში როგორც კი მაქსიმალურად უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული გვირაბში შევა საგანგებო სამსახური მაშველთა კორპუსი რომელიც დაიწყებს სამაშველო ღონისძიებებს Paralel რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ გარემოსდაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზე იმყოფებიან და იქიდან აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას. Ამდენსაც ცნობილია ხეობაში ჯერ კიდევ დარჩენილია ნაშალი მიწის ნაწილი და ამიტომ თუ იქნება გარკვეული ცვლილებები ისინი ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდიან სამაშველო ჯგუფებს იმისთვის რომ მოხდეს ევაკუაცია, თუმცა ჩვენთან საუბარში გეოლოგები აცხადებენ რომ არ არსებობს ამ დროისთვის დაკვირვებებით არ არსებობს საფრთხე მასთან დაკავშირებით რომ განმეორდეს სტიქიური უბედურება. დღეს უგახდება ცნობილი იმ ანალიზების შედეგები, რომლებიც დაგროვებული წყლიდან და ადგილზე არის აღებული გეოლოგების მიერ. ბორტებიდან წვიმების დროს გაყინული მასალა, რომელიც მოტანილია ვარცოფის მიერ, ხდება მისი გადნობა და ნელ-ნელა ჩამოიყრება მდინარის კალაპოტში, მაგრამ მაგის დინამიკაში მოყვანას ძალიან დიდი ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ჭირდება. მდგომარეობა სტაბილურია, საგანგაშო დღესდღეობით ესეთი არაფერი არის, რომ უცბად დაიზრას დიდი მასა და საშუალება შექმნას დაბლა, სადაც მუშაობა მიმდინარეობს. ასეთი მდგომარეობა დარიალის ხეობაში ჩვენ ველოდებით დღეს მოხერხდება თორე უსაფრთხოების ზომების მიღება იმისთვის რომ გვირაბში შევიდნენ მაშველები ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გმადლობთ რატი